აბა, როგორ მოგეწონათ ახალი კაფეტერია, ბატონო პროფესორო? კარგია, გაცილებით უარეს ველოდი. აი, ეს ხანწი სიმბოლურად კაფეტერიას ჩემგან. მე ძალიან მამაზია, ძალიან. დიდი მადლობა, თან მოუხდება აქაურობას. ხო, ძალიან. ეს კაპუჩინოსთვის გვინდოდა რაღაც. ხო და კაპუჩინოსთვის. სიამოვნებით მივირთმევდი, მაგრამ ხვალ გადაღებაზე მეჩქარება. და მე აკარგია რომ ყველა ძალიან კმაყოფილი წავიდა აქედან არა. ხო, ყველა კმაყოფილი წავიდა. ემზარი კმაყოფილი წაიღეს. აბა კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ჩვენს. გაუმარჯოს. იმედი ახლა აღარ გადაწვავთ. რა კარგია, არა. მართლა დავჩებოდი, მაგრამ ხვალ გადაღებაზე მეჩქარება. ხო და აი, ხვალ რომ წავიდე მე იმ გადაღებაში რაღაც კვამლი არის. კარგით რა. მოგატყუეთ ხო? ხო, მიყვარს ჯანსაღი უმორი. პატარა არ არის. პატარა, კვერცხებს მიუწვა აძინებდა და ეტყობა ჩაეძინა. მე გსაცოთა ვედით. ლაშა, ბევრი დაგეხარჯათ ამის გაკეთებაში. საკმაოდ. როგორ ფიქრობ, ამოიღებთ? აბარა. დედოთ, ახალი კაფეტერია, ახალი აბეჯი, ახალი ჭურჭელი, ახალი ყველაფერი და რამდენ თანხაში გადავალეთ, აბა ძალიან ბევრი ხო? ლაშიკო, 230 ლარი რომ მომმეტოთ, ალბათ არ საგახირებთ და არც დაგაქცევთ მე ხელფასზე. არა, მართლა კარგია, მართლა მომწონს, აი, ძალიან მომწონს, აი. ხვალ გადაღებაზე რომ არ მეჩქარებოდეს. ხო? გაინტერესებთ რა გადაღებაა? ისიც სერიალში მიღებენ. მე მთავარი გმირი ვარ. ალბათ ისიც გაინტერესებთ, როდის გავა ეთერში. გაგახარებთ. მალე. ისიც აი ამ კეისში ფული დევს. ძალიან ბევრი, ძალიან მართალია ეს ყალბი კუპიურებია. სერიალისთვის დავჭირთ, ეხლა აქ რომ ნამდვილი ფული იყოს. რავად მე გავავხო. წადი შვილო, წადი. ფიქრებ რა უდედოდ განს და ვინას თქვა შვილისა იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარე და ტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმა უთხრა შვილისა დედა ეს დედაი რას ნიშნავს დედას დედა და დედა რაღაც ნიშნავს ნიკა სულ ამელია ნიკა მიდი ის დედალი ემანდრომ დაგისხი და ყველაფერი დაგილაგდება არ მინდა რძე ვეფხი და მოყმე სწავლო უყმე რა არის დაწერა ახალგაზრდა ბიჭი დედა მომისმენე ნახე რანაირად იწყება მოდი აი ნახე რანაირად იწყება მოხმე მარ პირში შველამან შიბნ გაიარანა კლდისანი მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხვისანი ამ რაინაზე წერია ასე სად უნდა ვილაპარაკო ნიკა დედიკო ისწავლე და დამიჯერე გამოგადგება შემახდის კლდის თავზე და ხორანი ჯიხვებისანი სარია სტუმარ გვაწვია კაი გავუღე დედაი აი გავუღე შემოდი სოფი როგორ ხარ
10 საათია დიეტაზე ვარ, 10 საათი არაფერი არ მიჭამია, ყველანი მეზიზღებით. მიკა საყვარელო როგორ ხარ? ჭიუხვად. ვეფხი და მოყმეს სწავლობს და არ მოსწონს. ვაიმე, ის არის დედის ერთა ბიჭი რო არის. ვაიმე, სკოლაში როგორ შეყვარებული ვიყავი მაგთი. სოფი მახსოვს, სხვათა შორის ძალიან დიდხანს ვერ გეუბნებოდით, ვეფხმა რომ მოკლა. სოფი, ყავა დავლიოთ? არა, ელენე, დილიდან ვიყავი ჯერ სალონში, მერე სოლარიუმში, მერე მანქანა გავრეცხე და მერე ვიფიქრე, იქნებ ელენესთან ავიდე ყავა დამალევინოს თქო რა. ახლა უშაქრო რა. სოფი, შენ ჩათიდან რა ხმა ისმის? არაფერი არ. უი! კნუტი! კნუტი? ხო, გუში, მეზოში, მეზობლების კვერცხები შეჭამა და აგდებდნენ და შემეცოდა და ჩავს ჩანთაში ნიკას მოუყვანე. აი, სოფი, არ მოიყვანე, არ გაიგუდოს. ვაიმე, რა საყარელია. რაღაცა ქნა. აჰა, ნიკა. მადლობა, სოფია, ურა საყარელია. დავიტოვებ რა გთხოვ. არა, ნიკა, გამორიცხულია. შეხედე როგორი საწყალია, მარტო ქუჩაში მშიერი, ნახე როგორი თვალებით გიყურებს. კარგი, რა სოფი, შეხედე რამდენი ბეწვია, კაი სახლში როგორ დავტოვო? კაი, ნიკა, მომეც და გადავიდე. აუ, არ გადააგდო, ცოდოა. ნახე რა საყარელია, რა გთხოვ, დავიტოვოთ, please, пожалуйста, გემუდარებ. დედის გული და ჯანდაბა მე. ხო, კარგი, დაიტოვე. ვაიმე, და რა საყვარელია. ნისა, გოგო თუ ბიჭი? ნახე. აუ, არ გუზდელობა არ მინდა. და რატო კნავის? ნიკა, შია ალბათ, აბა მთელი ღამე ჩანთაში იყო. შია. ძე დაუსხათ, ნიკა. არა, ძეშა ყველას ძეს თავაზობ, არა. მე ძეხს ვაჭმევ. ძეხვი მართალია, ძეხვი კი. წავედი კნუტო. ნიკა. მოდი ახლა კნუტო. ნიკა. ხო. კნუტი მაინც ვერ შეჭამს ამდენ ძეხს და მე ვერ შევჭამ. შეიძლება უყურთ ისე რომ ელენე ვერ. კი, ჯამ. და ეს რა კარგინდა და ეს რა დაგვეტოვა, ნახე რა საყვარელია. ნიკა, იმიტომ რომ ხო ვიცი, მე უნდა ვწმინდო მაგის ხო იცი რა. არა, რა, მოდი ნახე, მოეფერე როგორი საყვარელია. ფეხი არ ჩადგა. ნიკა! რა მინდა მე ხო არ ვიქნი. რაიტო პატა რა ხდება? რა ხდება კი მოხდა უკვე მოსახდენი რაც იყო ის კოიცხი შემიჭახა ბატონო პროფესორო რა უკრა არ ვიცი ჩემი კოიცხი ვაიმე მე ვარ თეკლატდებოდა და იმიტომ ამოვირბია. კარგი ბატონო პროფესორო რა რა მოხდა რომ კატამ შემიჭამა ეთი კოიცხი ჩემი კოიცხი შეჭამა კატამ არა, ჩინის კოიცხებს ელაპარაკობს. ვაიმე დავიღუპე დავიღუპე არ ვიცი რა უნდა გავიცნა უკვე გული რა დავიღუპე ჩემი კოიცხი ჩემი საწყალი კოიცხი როგორ შემიჭამა დაპალმა იმან როგორ გადაიხო აქ შემოსული. გადაიხო ხო ეს სამზარეულოსთან მივედი ერთი წუთით მივედი მეტი კი არა კოიცხს წავდი და მოიხედე ბუდესთან იყო და რაღაცა კნუტი და კოიცხი ჭამდა აღარ შემიძლია დავიღუპე ჩემი კოიცხი რა უკრა ეხლა რა მე ამოვაწი წიხლი და დამინახა გასეოდო და მაგრამ მოვასწამოვარდი და ალბათ ქველი გდი არ ვიცი აბა მე აიმიდან გადავარდა მე რა ვიცი რა მე აიმიდან გადავარდა ხო აიმიდან გადავარდა ხო აიმე ნიკა რა ნიკა კი რა კატა რა კატა კოიცხი კაცო კოიცხი ჩემი კოიცხი რა კოიცხი ნიკა რა კატა კოიცხი ჩემი კოიცხი წამოდი გადავიხედო მე რამდენი საათზე ვარ მე-5 უფ წადი შენ თვითონ გადაიხი საფი მარტო ვერ გადავიხედები წამოდი ჩემი კოიცხი ეს რა დამემართა ბატონო პროფესორი ეს რა დამემართა მე მეკითხები? ხო რა ვიცი ხო თქვენ
შეკითხებით ხო, რა ვიცი, აღარ ვიცი. ბატონ კვერცხი შეგიჭამა. კარგი, ნუ გამახსენებ. თეკლა რომ მოვა იმას რა უთხრე, არ ვიცი, ეხლა იმაზე ნერვიულობ, საერთოდ ჩემ. და კატონ კვერცხი შემიჭამოთ. კარგი, ხა ბატონო პროფესორ, კარგი, რატომ აგიჟებთ, ვერ გავიგე, რატომ აგიჟებთ? ჩემი კვერცხი, როგორ გული დამწყდა ბატონო პროფესორ. არის თუ თქვენ ისე ახლოს თორე თქვენს გული დაგწყდებოდათ. რა გავაკეთო ეხლა ჩემი კვერცხი, ჰა? ეს როგორ შემიჭამა კატონ ჩემი? სოფი ნიკას კატა იყო. იცი რა, მე მგონი ცოცხალი იყო, ფართხალებდა. სოფია ფართხალებდა. ყვავები ძიძგნიდნენ და ისინი ფართხალებდნენ. კატა. ბატონო ვისი კატა იყო? მე რა ვიცი ელენე, ვისი კატა იყო? ვიღაცამ შემომიგზავნა ალბათ, მე რა ვიცი. ვიღაცა შეშურდა ალბათ ჩემი და ჩემი კვერცხების ბედნიერება და შემომიგზავნა კატა. მე რა ვიცი ისე. ისე იქნებოდა უფრო შემოსული, რა ვისმა შეშურებოდა შენი კვერცხები. არ ვიცი ხა ისე გავლით იყო თუ როგორ იყო, მაგრამ ფაქტია რომ ესე მოვიდა და კვერცხი შემიჭამა. ჩემი კვერცხი, ჩემი საცოდავი კვერცხი. კარგი პატა, დამშვიდდი. ასე ნუ განიცდი. რა დაგემართა, კაცო, აიყვანე თავი ხელში. მეორე და მესამე კვერცხები გასაზრდენ. ყოიან ახლა ისინი. გაიყვანეთ მართლა ის მეორე და მესამე არ ჩვენოთ ჩემი ნერვიულობა, თორე გაიზრდებიან ეროზიანები და ისინი. გაიყვანეთ უანახებ ჩემ ნერვიულობას, არ მინდა. ხო და ჩუნვა თითირი თუ გაიღვიძება. მე ეს მეორეს მოკვდება, ის დარჩება მარტო ეგოისტი გახდება და ეს რა დღეში ჩავარდი რა არის, ვერ გავიგე ახლა ეს. რა გატირებს ელენე? თეკლა მეწოდება. ამის ხელში. კარგი პატა, დამშვიდდი. ჩემი კვერცხი, რა დამავშვიდე. კარგი პატა, კატა. ჩემი კვერცხი რა დროს კატაა კვერცხი. ტანჯარა მეოთხე, მაგიდან უკვე მეორეჯერ მიმიყარა. რა არიან მორიდება გქონდეთ თან რაღაცა, რა ვიცი ერთი საცო რა. ამ ხელა ქალს მარბენირებენ წინ დაუკან. 66. აჰა, ესე იგი, მაშა ყველაფერი კარგად არის, დაკეტვამდე 67 ადამიანი თუ შემოვა, მაშინ გავალთ მოგებას. მოდი ახლა ჯერ ჩვენ ამ 6 ადამიანს მივხედოთ. ეს გამომოთ მეორე მაგიდეს მიუტანეთ. მინდა. თეკლა მოდი შემიუტანე და მე ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული და არ შემეშლება, მოდი მოვხსნა. ელი ანგარიში. ინევეთ მირთით. ის უკაცრავად ეს თქვენი ხომ არ არის? არა. თქვენი ხომ არ არის უკაცრავად? არა. მე ლაშა მე მგონი ვიღაცას დარჩა რა არის ნეტა? გაანებე თავი, გაანებე. მოვა და მოაკითხავს პატრონი. არ ნახო არ დახსნა. ო, აბა რა. აი ხო გაგყურებს ამ ხელა ქალს რა. რა უძდელობადებს რამე? შენ რა გაყირებს? ხელი მომყვა. ჩუბათ. რა არის ესე რა უნდა ამდენ ფულსა, ხა? ჩვენი მარ დაიგოს სალაფია. ვაიმე, ნეტა ვისი ფულია, ვაიმე ძალიან ამნერვია. ვაიმე, მზარს დარჩება მეცი აუტანსა. კარგი, ხო არ გაჭრან უგაჭრა ხო, კარგი. მას მე უნდა მომცეთ, ჩემი ინდირას მოუკვდესდია და არც კაბა აქვს, არც სტუფლები ზამთრისთვის და უყიდიდი. ეხლა ესე არ გამოვას ყველაფერი. რატო? არა, ნუ დედა, ესე არ შეიძლება. ეს ფული ერთისთვის ძალიან ბევრია. ორად გავყოთ. არ გამოვა ეხლა ეს ჩვენ ამას გამოუჩნდება პატრონი ყავს, უნდა დაველოდოთ, მოვა და წაიღებს. ნუ თუ არ მოვა, მე გავყოთ ორად. სამად. ხო, ანუ ასე იგი ველოდებით. კარგი ველოდებით. ველოდებით. არ მოვიდა. დაქვი არ მოვიდა. მოვა, საწავა აბა. აბა ამ ხელა ფულს დატოვებ და ესე მოვა, დაველოდოთ და მოვა. არ მოვიდა, ნუ მოვიდა თავის თავს დაამრავებს. მოიმე, რამდენია?
რამდენია? ისა ვიკეტებით თქვენი ყველას გადახდილია შეგიძლიათ წამბდეთ. გადახდილია, გადაჭანდებოდეთ ნახვამდი. გადახდილია არ ნერვიულად. გადაჭანდებოდეთ. ვიკეტები. გადაჭანდებოდეთ. გადახდილია, თქვენიც გადახდილია, ნუ ნერვიულად. ვაიმე, გოგონი 20 ლარი დაგჭა თქვენ მომეცნე აი, საწყალი ნიკას კატა. სოფიქშია. იცი რა, კარგი ვქენით რომ ჩავედით და ნახეთ გაფრთხილებული კატა. საჭმელს საერთოდ ვეღარ უყურებ და დიეტაზეც ადვილად დავიცე. სოფი ნიკაზე ძალიან ნერვიულობს. სკოლიდან რომ მოვა, რა უთხრა, საწავიდა კნუტი. და პირდაპირ უთხრა რომ კვერცხები შეჭამა და ღირსი იყო რომ მომკვდარიყო. გაგიჟდი სოფი, დღეს დილით ლაშას და ნიკას კვერცხი შეუწვი. და ქვემოთ რო კნუტი იყო ის რომ მოიყვან თვითონ გაარჩევს. მოიცა რომელი თავზე თეთრი ბეწვი რო ქონდა, ტანზე საერთოდ რო არ ქონდა, ცალი თვალი რო ქონდა და უკანა ფეხებით რომ ვერ დადიოდა და მიწაზე რომ დაათრევდა ის ძაღლი, ხო? ძაღლი ხო? საწყალი ძაღლი. აი მე სოფი ნიკა, სოფი მომეხმარე რომ რამე მოვიფიქრე. კი, აბარა. სოფი ბახერ. ხმამე მე მძინავს სოფი. ნიკა! მოვიდე. ისა, ზაზე რო გადავდიოდი, ფეხი მე მგონი ტალახში ჩავდი და მე გაწმინდე რა. ვაი მე ვინი. პისო! ვინიცის თავისივე გაფრთხილებულ კატაში ჩადგა ფეხი რა არის ეს ბედია. კნუტი სად არის? ნიკა, შენ ჯერ მითხარი რამდენი ქულა მიიღე სკოლაში და მე მეგეთყვი ხარ თუ არა კნუტის ღირსი. 10 ქულა მიიღე ქართულში. კარგი რა გაგამწარა შვილო რა უბედურება მაინდამეს დღეს მიიღეს 10 ქულა. ვეფხი და მოყმე ჩავაბულბულე. ქუშას წითლა და მიღება სისხლიზეთ ჩამომდინარე. ვაი მე გაფრთხილებული კნუტი. პისო. სად არის კნუტი? ნიკა სადმე აქ იქნება? მიდი იქით მოძებნე, ხო? აბა პისო. აი, ხო ხედავ ნიკა სადღაც აქ არის. აი ესე წაბები რა ვერ დავინახეთ მომს. კარგით, რატომ ატყობთ ახლა? თქვენ ვერ ვარჩევ დედის და კნუტის ხმას. სოფი შენ მოიყვანე და შენ თქვი. ისო. მოიყვანე და მე ვეთქვი. ეზოშია ნიკა. რა უნდა ეზოში გაიქცევა? არ გაიქცევა. რატომ დავია? არა ნიკა, დაბმული არა, დამაგრებულია. კარგით, რა ეზოში მარტო რატო გაუშვით? დაიკარგება. არა ნიკა, სად დაიკარგება? მოვა სად წავა? მოვა. მაშინ კარს ღირს დავაყოდებ და შემოვიდეს. არა ნიკა, არ არის საჭირო. რომ მოვა, ღრიჭო და შემოვა. ჯანდაბა ჩემთან მისულიყავ პირველი ხომ მე ვნახავდი და დამრედი ნუ რა ჯანდაბა და მე. მაშა რამდენია? რამდენია და 4 მანქანა, 2 ბინა, 3 აგარაკი, 12 კილო ხორცი. ეგრე ნუ მიყურებ აგონიაში ვარ. მაშა ვაი მე ნახევარი მილიონია. დაწყენილი დღე მაქვს და დაწყენილი დღეს. რატო? იცი რა, ნახევარი მილიონი 3-ად ვერ გაიყოფა. იცი რა, ლაშა და მოდი, 6-ად დაუძახებ და 4-ად გავყოთ. არა, 3-ად გავყოთ. თითოს შეხვდება 160,000, რჩება 20,000 და ეს 20,000 ესე დავტოვოთ გვალა თითოს. აი, 6-ს მივცეთ და გაგიჟდება სიხარულისგან და მე დავცინოთ. სულანა გაქვთ იუმორის გრძნობა რა. ხო, არა, უშავს 20,000 კაფეტერიის განვითარებას მოვახმაროთ. მართალი. აი, მართალი ხდება. რა არის ეს ბონუსები და პრემიები დავარიგოთ. თქვენად გინდათ, ერთ წამში 160,000-ის მფლობელი გახდით და მე მომეცით, ჩემი ნდირას კაბას. ხო, ვიცით, არაფერი არ აქვს. ზამთრისთვის დედა მოუკვდეს. აი, ეს ძალიან ანერვიულდი მეშინია, რაღაცა მიჭირს აღება. აი, არა იყო შვილო, არა იყო. ხომ გაგიგია, რისიც გეშინოდეს იმას ერიდეო წადისაში დაისვენე წადიდა. ორი და ხუთლაშეთაში, რა ცუდია.
არა ისე თეკლა მართალია. მართალია ვერ ავიღებთ ამას. პოლიციას გამოუძახოთ და აი მე დედას მეცადან გავგიჟდები ეხლა და მოვა პოლიცია და სულ საგვეთმეს არა მე ამას ვერ გავუძებ. არა მე დაურეკავ და გამოვიძახე. არა მე დაურეკავ. 83-ია ხო პოლიცია? რეკავ. ალო? პოლიცია, იცით რა, მობრძანდით მე შვილის 27-ში ბევრი ფული ვიპოვეთ და გთხოვთ მობრძანდეთ და გაარკვიოთ ვისია. არა მეთქი, ოხენზა რამდენი დაგილევია პიშკენას გისატრიალებს. ხო, კარგი. ჭანდაბას დავიტოვოთ ეს 9 მილიონი. ვაიმე. ვაი. ახლა სადმე ზის კუთხეში მოწყენილი მშიერი და შეშინებული თვალებით ველოდება. არა, ნიკა, არ ინერვიულო, კარგად არის შენი კნუტი, არც მშიერი არ არის, არც შეშინებული თვალები არ აქვს, არც შია. მოკვდა. გაიგე, ხარ რაც გითხარი? აუ, ჩემი კნუტი მოკვდა. აუ, რა მოვიდა? პაატას კვერცხები შეჭამა. და მოიწამა და მოკვდა? არა, მე პაატამ ეს რო გაიგო ამოარტყა პანღური, იქ გადავარდა აივნიდან და მოკვდა? არა, მე მეზობლის თოკებს ჩამოეკიდა, მე გაეშვა, ეთყობა კლანჭები ჩამოვარდა, ასვალი აეფერთხა და მოკვდა. არა, მე დიდი სატვირთო მანქანა მოვიდა. გადავარდა. და მოკვდა? არა, მე ყავები დაესინენ კორტნიდან და მოკვდა. ნიკა, საწყალი კნუტი ხო ზეციდან მიყურე? ნიკა, ზეციდან თუ რა, ასფალტიდან მაინც არ. ნიკა, დედიკო, დაწყნართი და არ ინერვიულოსა. მე შენ ახალ ლექს გიყიდი. არ მინდა ლეკო, მე ჩემი კნუტი მინდა. ისა დე, როცა ეხლა მე აფექტის მდგომარეობაში ვარ და მე ლექზე დავილაპარაკოთ. წავედი მე ხა ჩემ ოთახში და ვიტირე. რა სოფი, რა ცოტა მოკლედ ვერ მოყევი, ხედავ როგორ განიცდის ბავშვი. აიპადის დამტენი სადდევს. ძალიან განიცდის კი. ვეცეკვები მილიონერს. მილიონერს არა, ნუნუ ბიცოლა 160,000-იანებს. რასაც მინდა იმას ვიზამ. აბარა შვილო საზღვარგარეთ წახვალ დაისვენებ. მერე გაიცნობ კარგ ბიჭს გათხოვდები. პაატა? პაატა საშორდები? მოიცა, პაატას რატომ გადავშორდი? მე გულე ბირის გულისთვის იყავი მაგასთან. რა კარგი, მე და პაატა ახალ ბინას ვიყიდით. ხო, თეკლა ახალ ბინას იყიდით, ჩვენ და პაატა ეს ძველი ბინა კვერცხებზე გადააფორმეთ. უფრო დიდი ბუდე ეხლებათ კვერცხებს. თეკლა შვილო, თრიათ უნდა ხარჯავ იმ ფულს, საზღვარგარეთ წაიყვანე პაატაც. წავალთ ყველაფერს დავათვალიერებთ. შენ კარგად ვერ გამიგე. სამკურნალოდ წაიყვანე. ხო, რაც. ეს თეკლა 500 ლარს ხო ვერ მასესხებ. ლეხუმრები ხო? არა, პორშეს კუპეზე მაყდება ფული და. ჯიპს მომიყვანენ მალეო? არა, ეგ მომიყვანენ, მაგრამ მეორე მანქანაც ხო მინდა. რა სისულელეებში ხარჯავთ ფულს? მათხოვე ერთოც რა, მათხოვე. ესე იგი ლაშა, ვიყიდი 60 კილო ტყემალს, გავაკეთებ. 40 კილო ლეღვის მურაბას უყვარს ემზარს ლეღვის მურაბა. 45 იყიდეთ მაშინ. კი ბატონო 45 იყოს. მჟავეკეტრი არ ჩავდო. უნდა ჩადოთ თელი ზამთარი წინა. აბარა, ესე იგი ეს გამოვიდა 172 ლარი. გესმის შენ, ესე იგი ფულს ძალა არ აქვს რა. რამდენს გავახარებ? აბა, მეც რამდენს გავახარებ საჩუქრები? რამდენს გაუხეთქავ გულს, რომ მეუბნებიან შენი ქმარი ის არისო უსაქმური და ლოთიო. ხო მართლაც დაურეკო ამ ზარს.
მემზარ, შენთვის სურპრიზი მაქვს. შედი საძინებელში. კარგი ერთი რას მოდიალობ. ესე იგი ლეიბის მარჯვენა კუთხეში ორ ტყაველზე გახიე, ამოიღე იქიდან 25 ლარი და შენი იყოს. კარგი, ხლა ნუ გაგიჟდი, ნუ ხტუნაობ საწოლზე ჩატყდება. კარგი. რა ემოციურია ჩემი მზარიკო. საიდე იცით რას ვიზა? არა მაგაზე ფული არ მეყოფა. მაშინ ავდგები და არა მაგაზეც არ მეყოფა. მაშინ იმას ვიყიდი. რას? არა მაგაზეც არ მეყოფა. რა ცუდია ფულს ვერ ხავჭავდი. მაშა, ეხლა მეხდი გუშინ წინის სიზმარში ვნახე, ვითომ შემწვარი თევზი მეჭირა ხელში და ვიქნებდი. ხან მარჯვენა მხარეს შემოვიტყავდი, ხან მარცხენა მხარეს. დედა როგორ ვერ მივხვდი თურმე ეს იმას ნიშნავს, რომ 160,000 ვიპოვიდი. დედა ბერდები, ნუნუ ბერდები. შენი ხო ჯიპი მოვა, შენი ჯიპი ლაშა რა მაგარია. მართლა? ხო, ჩემ ახალ ჯიპს მომიყვან. და მაგარი ახალი მანქანა, ახალი იმიჯი, ახალი ტელეფონი. უი, ახალი ტელეფონი. ახალი ტელეფონი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. უი, ახალი ესა მე შენ ტელეფონი მომეცი რომ ახალი ტელეფონი შეუყვეთო. ამი ბეცით ხოთ ბავშვებო, ეს ტურლებს ნუ მეტყვით რა რაც მოხდა აქ, რა იცი, 800 ლარი მართებს და მე მეტყვენ დაგვიბრუნეო. დედა 8 წელია მართებს და მაინც ახსოვს დღეს წარმოგიდგენია რა წუწურაქია ზოგი რა. ის ნულდე და ეხლა ვიფიქრე, ჯადო ხომ არ არის ამდენი ფული ესე უცებ რომ აი მე ამ სისულელების გჯერა შეკავი. გამარჯობა. შაი, როგორ ხასიათზე? მოხდა რა? რა უნდა მოხდარიყო არაფერი ისეთ. რაზე შემოვედი ახლა? ძალიან მერიდება, იცი, ახლა ამდენი დახარჯეთ ამ ყველაფერში. 200 ლარი არა გაქვთ? ვაი მე საიდან გვაქვს ვესტელს არავინ არ შემოსულა. ისა, ბატონო ფრიდონ, 200 ლარი კი არა 2000 მოგცემ თუ გინდათ არ არის პრობლემა. გაგახარებს შენ ღმერთი შემოლაში. ახლა რაზე მჭირდება? არ გაინტერესებს ეს. შემოდნით ფული დავკარგე. ფული რა ახლა რეკვიზიტი იყო, ყალბი ფული იყო, დავაბეჭდნიეთ სერიალისთვის. დავკარგე ეს ყალბი. ხოდა რას ფიქრობ ახლა ისე რომ ვიღაცა ხო იპოვიდა იმას და იპოვიდა და მართალი მოდეკოლოსი საწოდავი. ფული გამოხდა რა. ვაი. ფული. ვაი. ვაი. ნახევარი მინი. ბევრი ფული. ერთი ჩემოდანი ფული. გაჩუმდი. რა იყო, რა მოხდა? წყალი დამისვით. რა მოხდა რა? რა მოხდა და ჯანდაბა შენ თაშე რომ გაგიხმეს ეგ. რატო რა? რომ დამიგრეს ოსტები. წაიღე, მომიტანე ფული საიდანაც კიდე ვიფიქრე პრინდოს უყიდი საჩუქრებს მეთქი და ახლა ნახავრასაც ვიყიდი. უნამუსო. შევი ჩემოდანი. ისა, ლაშა ხელფასამდე ის 2000 რომ არა თუმცა საიდან ახლა ამდენი ხარჯი გქონდა თქვენ და კარგად იყავით. ესა ხო არ იცი თქვენ ვინმე იაფად ეკრანებს ვაკეთებდეს რა. ალო. დიახ. ჯიპი მოიყვანეთ? ლაშა ტორონჯაძე გარდაიცვალა. იზიარები. რა რა ვისაც ჩემი ვალი ქონდა ყველას დაურეკე და უთხარი არ მინდა გჩუქნით მე. დაურეკავ ხო და ყველას ვეტყვი რომ მაგარი მთვრალი ვიყავით ხო. ლაშა მომისმენე ესე მთვრალი ვარ? ალო. აი მე მზარე ხლა თუ ის 25 ლარი დახარჯული გაქვს ხელებს მოკა.
იქ მე ვიცი რისი ბრალიც არის ეს მომდი. ვიცი. ეთქობა იმ სიზმარში კარგად ვერ იქნევდით იმ თევს. ვაიმე ეს რა დამემართა თეკლა. ერთი წუთით მოვადუნე ყურადღება, ერთი წუთით სამზარეულოსთან მოვედი აქ და კარგი. კვერცხს უწვავდი. ასობაში მოვტრი. უყვართ ბატონო პროფესორო უყვართ ხო? კვერცხებს უყვართ? კვერცხებს კი არ უყვართ, მე რომ ჭამების ყურება უყვართ კვერცხებს კაცო რა თქვენ ვერ გავიქი. აი ესეთი უბედურება, ეს რა უბედურება დამემართა, არ ვიცი რა. კარგი დაწყნარდი პატა. დავწყნარდი კი ძირფასო კი შვიდად კი. ხო, უნდა გაძლიერდე პატა, დანარჩენ კვერცხებს უნდა იფიქრო. მართალი ხარ თეკლა. კვერცხო! სადარბაზოს კარი გამოკეტო, ხო? თეკლა რას ქვია გამოკეტო? იქნებ ხალხს უნდა მოსვლა, რას ლაპარაკო, რას ქვია გამოკეტო? ხალხია მოსასვლელი, დილი ჩიტები იყვნენ მოსული, მე ტრედები მოვიდნენ, იმდენი ცრემლი დაღვარეს, რას ლაპარაკო? ცრემლი არ იყო პატა. ბატონო, ცრემლი არ იყო ეგა. ავიც. ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, კვერცხო! ერთი წუთით მოვადუნე, ყურადღება. პატა, იქ ხო მოყევი უკვე. მაშინ შეთქვი რა მეთეკლა. მე რა ვთქვა? არ ვიცი, მაშინ მე ვიტყვი ისე. ერთი წუთით მოვადუნე. პატა, მე ვიტყვი, მე ნეტავი მკატას იმ კვერცხვის მაგიროთ მე შევეჭამე, ვაი, კვერცხო. ციური ხარ, მადლობა. ეხლა მითხე ელენემ კაცო გავგიჟდი შემოვარდი გამისკდაგული კაცო. აბა რა იქნებოდა ვაში? რა იქნებოდა უცხო ხო არ ხარ, ლაში შინაური ხარ, უცხო ხო არ ხარ. კვერცხო! აი ჩემო თავოუბედურა, ესე მოვედი ლაშა, ერთი წუთით საჭმელს კვერცხს უწავდი კვერცხებს და ეხლა რაღაც მინდა, არც კვერცხი აღარ მინდა და მიწაჭამება და ფერაზე. მართლა შეუბედუროში. ხედავ ლაშა, რა საცოდავი ვარ. მართლა რა საცოდავი ხარ. ხო გახსოვს ლაშა, ჩემი კვერცხი ხო გახსოვს. ემახსოვრება ალბათ ჩემი კვერცხი, ჩემი საყვარელი კვერცხი. როგორ არ მახსოვს პატა, როგორ არ მახსოვს კაცო, რას ლაპარაკობ, ისეთი იყო, რომ შეხედავდი ეს ზრდილობის განსახიერება. ეთყობოდა რომ ოჯახში იყო გადადილი და არა ტოტზე. მართალი ხარ ლაშა. მეზობლებმა გაიგეს უკვე, ჰა? გაიგეს მეზობლებმა. არ ვიცი პატა, მაგრამ ელენე ხვალ გააკრავს ლიფტში განცხადებას. ხო, ფერაძეებს გარდაიცვალა კვერცხი. პატა, მე ლიფტიორთან დავრეკავ და ეს დღეები ლიფტი უფასოდ იგვექნება. მე მადლობა კვერცხო. ემოციების ბრალია პაპა. ესმის შემდგომში. რა არის ცხოვრება? აბა დღეს ხარ ხვალ კატამოვა და შენ რომ მახსენდება, იცი რა არის, ყველაზე ესეთი გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული ჩემი საწყალი. ბატონო. სად გადაწყვიტეთ? რა არის ლაშა, არ ვიცი ხა მე ვერ მივეკარე, ხელი ვერ მოვკიდე და აგერ ელენემ ნაგვის ყუთში ჩააგდო და ეს
არა უშავს, კარგი. რა არის ლაშაი? რაღაცა მომენტებში არ მჯერა, ხვდები ჯერ ვერ გავათვიცნობიერე, ხვდები რომ შემოდიო რაღაც მომენტებში არ მჯერა. შენ ხო გახსოვს ლაშა, ყველას განსხვავებული და გამორჩეული კვერცხი იყო ეს ჩემი. აბა, ჩემი საწყალი კვერცხი. როგორ არა. ბატონო, საინტერესოა, არაფერი ხდება და მოდით მე წავალ და თუ რამეში დაგშიძებით დამიძაფეთ, ჰა? კარგი ბატონო პროფესორი. მე წამოვალ. ხო, პლეტით მოდი ახლა. დიდი მადლობა, მეზობლებო, ლაშა, დიდი მადლობა. არაფერს, მოდი შპადა ცოტა ხანი გავალ მომშივ და რაღაც იმდენი ილაპარაკა მაგ კვერცხზე. წავალ ელენე ჩიბის გავაკეთე. თეკლა, ხო იცი დღეს არა მაქვს ფული და მე მოგცემთ რა და მოიცა, კარგი ვაშა, გაგიჟდი ხა კვერცხზე უნდა დადო ფული. აი არა. კვერცხზე კი არა. წადი მართა უმკურნალი ამას რაღაცა ხდება. ყველაფერში კი არ ტყუის ნუნო. ხო. აჰა. ხო, კარგი. კაი გავედი. შენ რა გინდა? ვატასთან მოვედი. გითხრა ხო დედამ რომ ჩემი კატა იყო. კი მითხრა. მიფიქრე მივავთქო, რა ვიცი, იქნება კვერცხის დედა ჩემზე მწარე და ტირისა. არა უშავს ბავშვი, ეგ არაფერი. ერთი კვერცხი მაინც გავზარდე კატებთან მეომარია, აბა. კატა იყო? კი, ვიცი ბავშვი, როგორ არ ვიცი ეს ციხლი რომ მოვარტყი, აი სანამ მიფრინავ და დავინახე. აი ეს როტრიალებდა ესე ჩრდილ და მზეში გარდამავალი ფერები ულამაზე სულ შენ არის ხო ჩემ კვერცხს ხო არ ყავდან ანახი ხო? იმის დაძმა ვაიბე რა საყვარელ როგორ გვანანიცი გაჭრილი ვაშლი თუ გაჭრილი კვერცხით როგორ ითქნება არ ვიცი. წავალ ახლა მოგიყვან გაჩვენებ ახლა. კან. თავი მეთქი ეს ცოტა ხანი მოვიხდი. მოვიყვან ახლა ვიჩემ კვერცხს. თეკლა გაყები რა თავი თავს სამი არა უტეხე. ვაშა უნდა ცინი მოიცა. და კაცი უნდა ცინი და ვერ არის ეს კაცი ვერ არის ჰა. ის დაუძინიათ კვერცხებს. ხო და დავიშალოთ მეზობლებო ახლა გვიანი ამის ეს გამოვიფით ენერგია აღარ ამაქვს. როგორ გავს ეს ხალი ჭადრაკის ცხენს? თეთრს. თეკლა რა საკეთებ თეკლა ჰა? ტელევიზორს უყურებ. რა ტელევიზორს უყურებ? გაგიზდი მომეცი ერთი წუთი. მოიცა. მომეცი თეკლა 40 დღე არ გასულა ჯერ რა საკეთებ? აი, და შენ არ იცი ეთყობა კვერცხებზე 40 დღე კი არა 40 წუთია. მართლა? კი. კვერცხს გეფიცებ. ის რა გავიცოდი და 21-ზე მაგარი ფილმი იწყება. გადაგთი მემზე სუნძილას მოვიდენ, კარგი? თეკლა შეხედე ნახე ეს ხალი როგორ გავს ჭადრაკის შავ ცხენს შეხედე. წავა მზე სუნძილას მოვიდენ.